ერთი იგი შენ თქვი ერთ-ერთ გადაცემაში, რომ სამზარეულოში აქტიურად უფრო კაცები არიან, ვიდრე ქალები. რატო ესე? ფიზიკური ოდითგანვე ვიცით რომ გაგვიგია რომ ქალი არის სამზარეულოში საუკეთესო. ორი ფაქტორი აქვს მან. ერთი ფაქტორი ის არის რომ ფიზიკური დატვირთვა არის ძალიან მძიმე ადამიანისთვის. როცა სამზარეულოში დგეხარ. საერთოდ რა არის? ნახე ქალბატონისთვის სამზარეულო არის ვალდებულება, მამაკაცისთვის სამზარეულო არის ბედნიერება. ხო, ჰობი, რაღაც განვითარება. რა ჰობი, რა სიგონე, ხალხს უჭირს და მუშაობს. ანუ კაცი უფრო გამძლეა იმ გაგები დროიდან გამომდინარე. კაცის ხელი უფრო დოვლათიანი არის კერძის მიმართ. ანუ უფრო მარძო გავს ინგრედიენტს, უფრო ექსპერიმენტებისთვის უფრო გახსნილი არის, შექმნისთვის გახსნილი არის. ქალი სამწუხაროდ აი ესეთ იმაში პარადოქსი მოხდა, რომ მისი ვალდებულება იყო, რომ ბოსტანში ემუშავა, ძროხა მოეწველა, საკაცები ბრალი ხო არ არის, მე თვითონ სიამონებით მიდიოდნენ რესტორანში, კარგად რო ეკეთებინათ რაღაცები და ქალი წვალობდა. მე შუა ხანებში, შუა პერიოდებში მოხდა ისე, რომ მამაკაცები ვინაიდან უფრო გამძლეები იყვნენ და ასე ვთქვათ, ესეთი ხვავიანი ხელი ჰქონდათ. დადგნენ სამზარეულოში და შენც მაგიტო დადექი სამზარეულოში? მე დავდექი, იმიტომ რომ ჩემი მთელი ბავშვობა სუპრაშალე დაშალე იყო ჩემი სახლი.